ეს 14 წლის ნათიას ყოველდღიური მარშრუტის ბოლო მონაკვეთია. წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის საჯარო სკოლაში ის მშობლიურ ენაზე სწავლობს. საბერიოში ამას რუსი ოკუპანტები უკრძალავენ. ნათია ოკუპანტების პოსტს გვერდს უვლის და პირველ გაკვეთილზე დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედის. წყოუშის სკოლის 200 მოსწავლიდან ნათიას მსგავსად კიდევ 70 ბავშვი იქცევა. ყველა მათგანს კლასში შესვლამდე სკოლიდან 300-ოდე მეტრით დაშორებული რუსული პოსტის გავლა უწევს. ბავშვების ამბობიდან კარგად ჩანს, რომ ოკუპანტები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე სწავლის სურვილი გაუქრონ. დაახლოებით 200 მეტრზე არის რუსების საგუშაგო. გადმოსვლის დროს მათ უკანონოდ გადაკვეთას სცემენ კრალს და არ უშვებენ. ჩემი თანატოლები განსაკუთრებით ზამთარში და ცუდამინდებში უწევთ ტალახში და თოვლში ცუდამინდებში გამოვლა. ისინი რამდენიმე კილომეტრით იგრძელებენ გზას მიუხედავად ყველანაირი პრობლემისა. გადმოდიან ქართულ სკოლაში, რადგან უნდათ რომ ისინი ქართველები არიან და უნდათ რომ ქართულად ისწავლონ, ხოლო რუსებს კი ამაზე პრეტენზია აქვთ, იჭერენ, ჩხრეკენ და თუ რამე ძვირფასი ნივთი აქვთ მათ, ამათ ართმევენ და ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ, რათა ისინი დაჩაგრონ და გული აუცრუონ საქართველოში ქართულად სწავლაზე. ადმინისტრაციულ საზღვარს მთლიანად ოკუპანტები აკონტროლებენ. პოსტზე ინახება იმ მოსწავლეების სია, რომლებიც წალენჯიხა გალის საზღვარს ყოველდღე კვეთენ. Просто мы кадры снимаем. Не нужно, что хотели. А вы не пропускаете, правда, здесь грузинских учеников? Учеников пропускаем. Учеников вы пропускаем. А кого не пропускаете? Таких, как вы. Я как, я журналист, я не хожу туда. Вы уже здесь. Вот поэтому мы не пропускаем больше никого, только ученики. А откуда знаете, он ученик или не ученик? Список есть. Откуда у вас этот список? Это государственная граница, отойдите дальше. ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს რაიონების საჯარო სკოლებში საერთო ჯამში 800 ისეთი მოსწავლეა, რომელიც ქართულ ენაზე განათლების მიღების სურვილით ყოველდღე გალის რაიონიდან ჩხოროწყუში და წალენჯიხაში გადმოდის და გაკვეთილების დასრულების შემდეგ უკან ბრუნდება. ცოტა ხნის წინ გალში გამართულ ერთ-ერთ 5 მხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსული მხარე ქართველ მოსწავლეებს გადაადგილებაში ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ როგორც სხვა დანარჩენს, ოკუპანტები ამ შეთანხმებასაც უხეშად არღვევენ. მოგეხსენებათ, სასწავლო როდესაც დაიწყო ჩვენ სკოლებში, პირველ დღეს ისინი არ გადმოატარეს. ამის შემდეგ ამ მექანიზმის ფარგლებში მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც უნდა დაუყურებოდათ, უნდა შეძლებოდათ სკოლაში მისვლა და უკან დაბრუნება. ამ პირობას ესეც მოსაზღვრეები ბოლო დრომდე იცავდნენ, თუმცა გასულ კვირას მათ დააკავეს ერთი ქართველი მოსწავლე. ეს ბავშვები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, თავისი სიცოცხლის ფასად გადმოდიან მართლაც წალენჯიხის რაიონში, ყოველდღიურად გადმოკვეთენ გალი წალენჯიხის ადმინისტრაციულ საზღვარს და მოდიან წყოუშისა და ფახულანის საჯარო სკოლებში. ამ ბავშვების უსაფრთხოება არც ერთ დღეს და არც ერთ საათს დაცული არ არის, მაგრამ ბოლოს მაინც გახშირდა ინციდენტები ეგრეთ წოდებულ საზღვარზე, აკავებენ ბავშვებს. სოფელი წყოუში გამონაკლისი არ არის. ანალოგიური მდგომარეობაა ადმინისტრაციული საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც. ოკუპირებულ სოფლებში რუსი ჯარისკაცების მიერ მისაკუთრებულ შენობებს შორის სკოლებიც არის. იმ ოკუპირებულ სოფლებში, სადაც სკოლები ჯერ არ გაუუქმებიათ, პედაგოგებს გალის აფხაზური ადმინისტრაცია არჩევს. მუშაობის დაწყების წინ მათ მიერ შერჩეულმა პედაგოგებმა ხელწერილი უნდა დაწერონ, სადაც მიუთითებენ, რომ მოსწავლეებს საგანს აუცილებლად რუსულ ენაზე შეასწავლიან. გალში მცხოვრები ქართველებისთვის ასეთი პირობები მიუღებელია. ამიტომ იძულებულნი არიან ყოველ დილით, დარში თუ ავდარში, შვილების ახლიდან შორს გაგზავნონ. იქ, სადაც ისინი ქართულად სწავლას შეძლებენ. ყოველდღიური სტრესული მდგომარეობა ბავშვების ფსიქიკაზე ცდოვებს გვალს. სხვა თანატოლებთან შედარებით, გალის სოფლებში მცხოვრები მოსწავლეები
საკუთარ თავში ჩაკეტილები და ნაკლებად გახსნილები არიან.